შეიძლება თუ არა დადაბლებული და გაუწყლოვნებული მალთაშორისი დისკის სიმაღლე და ელასტიურობა დროთა განმავლობაში აღდგეს და დაუბრუნდეს მის პირვანდელ სახეს. სამწუხაროდ არა. ის უფრო ხშირად ზიანდება პროფესიულ სპორტსმენებში, კერძოდ ძალოსნებში და ფიზიკურად მომუშავე პირებში. ხშირი ზედოზირებული ფიზიკური დატვირთვა პერმანენტულად აზიანებს მალთაშორის დისკს, ადაბლებს მის სიმაღლეს. დისკი ხდება უფრო უხეში, შიგთავსი კი გაუწყლონებული, რაც ხელს უწყობს ოსტეოქონდროზის განვითარებას. ფიზიოლოგიურად 25 წლის ასაკში და ზევით მალთაშუა დისკის სტრუქტურის უჯრედები აღარ განიცდიან განახლებას. ამიტომაც დაზიანებული დისკი, რომელიც ხორცდება, მის ადგილს იკავებს უხეში შემაერთებელი ქსოვილი. ამიტომაც გაუფრთხილდით ხერხემალს და მის რესურსს. ის ამოწურვადია.